წითელი ხაზები ეს არის სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის. რომელ წელს იყო ბატონ ზვიადეგა? გადაიფიქრა, იმიტომ მოგეთხოვეთ მაგას? გადაიფიქრა, იმიტომ რომ ჩემი პირველი ვიზიტის შემდეგ, არა უკაცრავად, მე პირველი ვიზიტის შემდეგ, დიახ, პირველივე ვიზიტის შემდეგ ეს გადაიფიქრეს. უბრალოდ ეს საქართველოს ტელევიზიაში არავინ არ აჩვენა. მაშინ აჩვენებდნენ ჩემს ფეხსაცმელებს. ჩემს ფეხსაცმელებს აჩვენებდნენ ძირითადად ჩანთას, რატომ ეკავა ხელში და რატომ იცვა ფეხსაცმელები. რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მე ნამდვილად განსაკუთრებულად ვარჩევ, როცა საზღვარგარეთ მივდივარ, მათ შორის აქსესუარებსაც და ვცდილობ რომ გამოვიყურებოდე ისე რომ ქართველი ქალის და საქართველოს იმიჯი მაქსიმალურად კარგად წარმოვაჩინო. მადლობთ, ნამდვილად ვცდილობ, იმიტომ რომ თვლი რომ ჩემი ქვეყნის წინაშე ვალდებული ვარ რომ ყველანაირად ესე ვთქვათ ქვეყანას და ქვეყნის დონეს შევეფერებოდე. რაც შეეხება გადაფიქრებას, დიახ, კიდევ ერთხელ გეტყვით და თქვენ შეგიძლიათ ეს უბრალოდ თქვენთვის რომ გაიხსენოთ ნახოთ, გაკეთდა პირველივე შეხვედრის შემდეგ ჯერ საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება ბატონი ლავროვის, სადაც პირველად დაიწერა, რომ არ არსებობს საკითხები, რომელზეც რუსულ-ქართულ ურთიერთობებში არ შეიძლება საუბარი და არ არსებობს დახურული თემები და შემდეგ ბატონმა პუტინმა გააკეთა ძალიან ნათლად ეს განცხადება, რომ რუსულ-ქართულ ურთიერთობებში დახურული თემები არ არსებობს და ჩვენ მზადა ვართ მოლაპარაკებაზე წავიდეთ ყველა თემებთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, ჩემი მეორე ვიზიტის დროს ასევე ვლადიმერ პუტინმა გააკეთა განცხადება, რომელიც ასევე არ გავიდა პრაქტიკულად არც ერთ ეთერში და ანალიზის მიღმა დარჩა, როდესაც მან თქვა, რომ თუ ქართველები აქ საუბარი იყო აღიარების უკან წაღება არ წაღებაზე, ხო? ბუნებრივი არავინ არ იტყვის იმას, რომ ჩვენს სიტყვებს და აღიარებას უკან წავიღებთ, მაგრამ როცა დიპლომატიურ ენაზე არის ნათქვამი, ჩემთან შეხვედრის შემდეგ, რომ თუ ქართველები და აფხაზები და ქართველები და ოსები მოილაპარაკებენ, ასეთ შემთხვევაში მათი გადასაწყვეტია რა ტიპის სახელმწიფოებრივ მოწყობაში იცხოვრებენ და რა ურთიერთობები ექნება და ჩვენ ამაში არ ჩავერევითო. აი დიპლომატიურ ენაზე ეს იმას ნიშნავს, რომ თუ თქვენ შეძლებთ რომ ერთმანეთს მოელაპარაკოთ, რომ თუნდაც კონფედერაციის რეჟიმში, ხო, ახლა კონფედერაცია სანატრელი გაგვიხდა სამწუხაროდ, რასაც გვეხვეწებოდნენ და ნუ მე უნდა ვაღიარო, რომ მეც მაშინ ძალიან სკეპტიკურად ვიყავი და მეც ფედერალიზაციის მომხრე ვიყავ, მაგრამ თქვენ სიმპოზიციაზე ვიყავთ, კიდევ რა უნდათ? ხო, ნუ მაშინ სამწუხაროდ, ხო, ნუ ეს ყველა შეცდომა იყო ტრაგიკული. დღეს კონფედერაცია საწუხარი და ესე ვთქვათ სანატრელი გვაქვს, ანუ ნათქვამი იყო რეალურად, რომ თუ თქვენ მოილაპარაკებთ, ჩვენ ამას ხელს არ შეუშლით. ხა, რა თქმა უნდა, იმას რომ ამას ხელი არ შეუშალონ რუსებმა, უნდა ჩაუხრელი მუშაობა, იმიტომ რომ ხა ლამაზი თვალებისთვის არავინ არავის არაფერს არ უკეთებს პოლიტიკაში, ხო? მათ შორის არც საქართველოს. ნუ ეს ესეა, ხა ეს მთელ მსოფლიოში ესეა. კალოდონინო, თითქმის ისევე ხართ ანტაგონისტურად გაწყობ ყოველ შემთხვევაში ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებაში, ან ისევე, ან თითქმის ისევე, რაც პრინციპში ერთდეგივია ახალი ხელისუფლების, ახალი მმართველი ძალის მიმართ, როგორც ყოფილი ხელისუფლების, ყოფილი მმართველი ძალის მიმართ. რუსეთთან მიმართებაში, რუსეთთან მათ დამოკიდებულებაში, თუნდაც აი ამ კონკრეტულ და ყველაზე მტკივნეულ საკითხთან მიმართებაში თქვენ ჩართულობა არ ჩართულობასთან ერთ სიტყვით იმ საკითხებზე, რაზეც ამდენი ხანია ვსაუბრობთ. მეორე მხრივ ამ ქართულ ოცნებას, კოალიციას, ივანიშვილის, ღარიბაშვილის და მთელ აი ამ შემადგენლობას რუსეთუმეს უძახის არა მხოლოდ მისი მთავარი ოპოზიცია და ყოფილი ხელისუფლება, არამედ აგერ ევროპაშიც, დასავლეთშიც აი ესეთი შტაბ-ბიჭდება არის მათზე და ამას პირდაპირ ამბობენ. რაღაცნაირად აქ ლოგიკაა. არა, რა ლოგიკა ხა მითუარესი ქართული ოცნებისთვის, თუ თან გეძახიან და თან ვერც ახერხებ მოგვარებას. ხო, როგორ არის ამბავი? არაფერი, ნუ აბსოლუტურად უნაროები არიან. არა, არაფერი არ არიან საერთოდ ზვიად. აი, ნეტა კი იყვნენ ან რუსეთუმეები, ან მართლა პროდასავლურები. საერთოდ არაფერი არ არიან. გაუგებრობა, ცარიელი ადგილია დღეს ჩვენი ხელისუფლება სამწუხაროდ. მე დღეს მქონდა ადამიანმა მისცა ხმა და ეხლა მეც მივეცი მათ შორის ხმა. რა თქმა უნდა, იმიტომ და არა მარტო ხმა მივეცი 3 წლის წინ, არამედ მაშინაც ჩვენ გამოვაცხადეთ, რომ არჩევნებში არ ვიღებთ მონაწილეობას, თუმცა ხაზი გაუსვით, რომ ეს არ არის ბოიკოტი და მე ღიად ოფიციალურად და არა მარტო ღიად, არამედ უკვე მე ესე ვთქვათ პარტიული სტრუქტურებითაც დავალება მქონდა მიცემული და ყველა ჩვენი აქტივისტი ადგილებზე ეხმარებოდა ქართულ ოცნებას. იმიტომ კი არა, რომ ეს კითხვები არ მქონდა, რაც მე დადასტურდა სამწუხაროდ, თუნდაც იმასთან დაკავშირებით, რომ არ შეიძლება ქვეყანას მართავდეს ადამიანი, თუნდაც ბევრი კარგი საქმის გამკეთებელი თავის დროზე, რომლის პირადი ქონებაც
ნამდვილად ქვეყნის ბიუჯეტზე უფრო მეტია. ეს არის დამღუპველი ნებისმიერი ქვეყნისთვის, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ სხვა ალტერნატივა აღარ გქონდა. ან ისევ შევბრძოლებოდით სააკაშვილს და ალბათ ბევრი სისხლი დაიღვრებოდა მის მოსაშორებლად, ან ესე ვთქვათ, მხარი უნდა დაგვეჭირა ბიძინა ივანიშვილისთვის, რომელმაც მართლა გახადა შესაძლებელი უსისხლოდ ნაციონალური მოძრაობის მოშორება და ამის არ დაფასება ნამდვილად სწორი არ იქნება. ძალიან დიდი იმედები იყო მაშინ იმასთან დაკავშირებით, რომ ნახევარს მაინც შეასრულებდა ბიძინა ივანიშვილი, რასაც ხალხს პირდებოდა. ხა მე არ მქონდა იმის ილუზია, რომ ეხა 5 მილიონი თითო სოფელს და ყველას კრედიტებს, ეს უბრალოდ არაკეთილ სინდისიერებაც კი იყო ასეთი დაპირებების გაცემა, მაგრამ არა, რა უნდა მეთქვა, რას ლაპარაკობთ, ეხა მაშინ იყო. არა, ჯერეთი ნამდვილად მაგას ვერ ყველაფერს თავისი დრო აქვს თქმას, ხო? მაშინ რომ მე ეს მეთქვა, მე მართლა ჩამქოლავდნენ, თუმცა ამის არ მეშინია. გაფუჭდებოდა საქმე, იმიტომ რომ ეს იყო ერთადერთი შესაძლებლობა, რომ ნაციონალური მოძრაობა მოგეშორებინა, ანუ უარესი უნდა მოგეშორებინა და ხო შეიძლება და საჭირო ყოფილა ეს ტყუილი. ეს არ იყო ტყუილი, ეს იყო გაჩუმება, იმიტომ რომ ეხლა მე არა მაქვს იცით, ჩემ თავზე ის წარმოდგენა, რომ მთელი საქართველო ცდება და მე ვარ მაინც და მაინც მართალი, თუმცა ხშირ შემთხვევაში სამწუხაროდ ესე აღმოჩნდება ხოლმე. ნუ მთელი არა, დიდი ნაწილი. არა, რეალობა არის, იცით, ეხლა ყველამ ჩემს ირგვლივ ძალიან კარგად იცის, ჩემი დამოკიდებულება ძალიან ბევრ თემასთან დაკავშირებით. ეხლა უბრალოდ გადავხედოთ, ამოიღეთ ჩემი განცხადებები, ჩემი ბრიფინგები, რას ვამბობდით, გნებავთ ლარის კურსთან დაკავშირებით და გნებავთ ბიუჯეტის სეკვესტრთან დაკავშირებით, როდესაც არჩევნებიდან რამდენიმე თვის თავზე 2012 წლის ივნისში გავაკეთე განცხადება, მივმართე მაშინდელ პრემიერ-მინისტრს ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ვუთხარ 13-ის დიახ უკაცრავად და ვუთხარი რომ ბატონო ბიძინა ცუდად მიდის ეკონომიკაში საქმე, შეცდომები არის და ჩვენ ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე დავდგებით, როგორც ლარის კურსის, ასევე ბიუჯეტის შეკვეთთან დაკავშირებით მეთქი. მაშინ ესე იგი გამომაცხადეს არაპროფესიონალი, არაკვალიფიციური შურს და ასე შემდეგ. ხა ეს თემა რატომღაც ძალიან ესე არის რომ ბურჯანის მაინდამაც ვიღაცის შურს, ოღონდ ვისი რა უნდა მშურდეს, ხა თუ ვინმე მეტყვის ძალიან გამეხარდება და დამაინტერესებს. აღმოჩნდა რომ მართალი ვიყავი სამწუხაროდ ლარის კურსის ამბავი ყველამ ძალიან კარგად იცით, ბიუჯეტის სეკვესტრის წინაშე რომ დავდექით, პირველად ბოლო 10 წლის განმავლობაში ესეც ფაქტია და დღეს მე ვიტყვი იმას, რაც გუშინ ვთქვი პირველად ეთერში ბატონ მიხეილ ჯიბუთან და მან დამიდასტურა, რომ არავინჯერ ამაზე არ ლაპარაკობს, მაგრამ ქვეყანაში ინფლაცია ბატონზეად. არის ნამდვილად ინფლაცია და ეს ინფლაცია გაიზრდება კიდევ უფრო. ეს არის ჩემი როგორც ეკონომისტები ამბობენ, ეს ინფლაცია არ არის საშიში ნიშნულზე, დევალვაციაში, დოლართან მიმართებაში კეთახმებით, მაგრამ მოდი ეს ვკითხოთ იმ ადამიანებს, დიახ, ეს ვკითხოთ იმ ადამიანებს, ვინც დღეს ვერც წამალს ყიდულობს, ვერც ხორცს ყიდულობს, ვერც ელემენტარულ ვიტამინებს ვერ ყიდულობდნენ და ცუდია. არა, მე გასაგებია, მაგრამ ოდესმე ხო უკეთესობისკენ უნდა წავიდეთ. მე ვლაპარაკობ ინფლაციაზე, ანუ გაუარესებაზე. ცოტა მეც ყიდულობდნენ გუშინ. რეკლამის დრო გვიახლოვდება. ამ შორს ვბრძანეთ და ჯერა, მაგრამ ისე ცოტა არ გშურთ. მაგალითად ღარიბაშვილის, ეხლა ეს გაეროშია თქვენ ჩემთან და ჩემ თევზებთან ერთად აქ. კარგი, ბატონზეად ხუმრობთ. ცოტას, მაგრამ არ სტუნდლიანად. არა, მე ერთ კითხვით, იცით, მოდით რა დავარქვათ ამ გზნობას უფრო ადეკვატური რო იყოს, მე უბრალოდ ვწუხვარ გულწრფელად მართლა, იმიტომ რომ ამით ქვეყანა კარგავს შანსს. იმიტომ რომ გარწმუნებთ რომ დღეს გაეროში ღარიბაშვილის და მარგველაშვილის ნაცვლად რომ იყოს ბურჯანაძე, ქვეყანა იქნებოდა ნამდვილად სხვა მდგომარეობაში. ეს შემიძლია აბსოლუტური დაბეჭდებით გითხრათ. იყავით თქვენ ამ ქვეყნის სათავეში და ბევრი რამ ბევრად უკეთესად იყო. ბევრი რამ იყო ძალიან ცუდად, ჯერეთი მე ამ ქვეყნის სათავეში არ ყოფილვარ ბატონზეად. მოდი ესე ვთქვათ. 45 დღით. ცოტა ხნით. იცით რატომ ასეთი მომენტ რო ხასს. იგივე რუსი გუშინ წარდგენა რეგალი ესე ეწერა ერთ-ერთ გადაცემაში, არა საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ან კონკრეტული პარტიის თავმჯდომარე, არამედ ИО, როგორც იციან, ისპანურენსა ბეზონისი პრეზიდენტა გრუზი 2003-2007. არავინ არ იხსენებს იმას, რომ ორივეჯერ, როდესაც მე ვიყავი ქვეყნის პირველი პირი 40-45 დღით, ორივეჯერ ქვეყანა იდგა სამოქალაქო ომის და ასე ვთქვათ დაშლის საფრთხის წინაშე. და ორივეჯერ მე ეს საფრთხე ქვეყანას ავაცილე. მეტი იყო შეუძლებელი, ბატონი ასე ვთქვათ ტურჩინოვი იყო ხო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი უკრაინაში. ზუსტად იმავე მდგომარეობაში იყო საქართველო 2003-შიც და 2007-8 წლებშიც, რა მდგომარეობაშიც უკრაინა, ოღონდ განსხვავებით უკრაინელი ლიდერებისაგან, მე შევძელი რომ ქვეყანა სამოქალაქო საფრთხისგან დამეცვა. მეტი მე იმ პერიოდში არც არაფერი მევალებოდა, ვერც დამევალებოდა, ვერც კონსტიტუციით და ვერც რეალობიდან გამომდინარე, ასე რომ ნამდვილად შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგად შევასრულე ჩემი მოვალეობა.
იმ პერიოდში და ყველაზე მთავარი საფრთხე ავაცილე ქვეყანას და გადავარჩინე ქვეყანა დანგრევისგან და დაშლისგან. 40 დღეში ქალბატონი. დიახ, ის 40 დღე იყო გარდამავალი პერიოდი, ზუსტად, როდესაც შეიძლება მომხდარიყო ყველაზე დიდი საშიშროება. როგორ დაიშლებოდა? როგორ? როგორც დაიშალა უკრაინა, როცა მიიღეს აბსოლუტურად არაკომპეტენტური, არასწორი გადაწყვეტილებები, როცა წავიდნენ საკუთარ ხალხთან კონფრონტაციაზე და ასე შემდეგ. ეხლა, ამის ანალიზის გაკეთება ძალიან მარტივია, ხა თქვენს არ გაგიჭირდება. ხო, არა, ანალიზი შეიძლება გაკეთდეს, შეიძლება გავიგოთ ის, რასაც აბრძანებთ თქვენ ან სხვა ადამიანები, ვინც ანალიზი გაკეთებს, თუმცა ერთია გაგება, მეორეა დათანხმება, ხო? იმიტომ რომ როდესაც მაგალითად აბა თქვენ ახლა თხოვდით, რომ 45 დღეში მე მომეგვარებინა ყველა ეკონომიკური პრობლემები, აფხაზეთის და ოსეთის პრობლემა, ესე ვთქვათ, ყველაფერი და როცა გეუბნებით, რომ ერთი კონკრეტული პრობლემა მომაგვარე მეთქი, მეკითხებით 45 დღეშიო? არა, გამიკვირდა, ხო, იმიტომ რომ თუ დაშლას გადაარჩენთ 45 დღეში ჩვენი ბრალია ქართველებს რომ მეორე, მესამე და მეოთხე 45 დღე არ მოგეცდეთ. კი, გეთანხმებით ნამდვილად, იმიტომ რომ რაღაცას მოგიხერხებდით. როცა არჩევანი მე ძალიან კარგად მახსოვს სხვათა შორის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივანი 2003 წელს იყო ბატონი ბრუშ ჯორჯი, რომელიც დღესაც ბრიტანეთის პარლამენტის წევრია, ძალიან გამოცდილი და ავტორიტეტული ადამიანი, რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა, მაგრამ ამავდროულად ხშირად ვკამათობდით ხოლმე. და მახსოვს, როდესაც ეს არასდროს არ მithქვამ სხვათა შორის ეთერში და მოვიდა ერთ-ერთი შეხვედრიდან ძალიან აღშფოთებული და მითხრა, რომ ქართველებზე წარმოდგენა დამეკარგაო. და მე ხარ რა თქმა უნდა ავხშფოთდი და ვუთხარი, რატომ მეთქი? იმიტომ რომ ესე დავსვიკითხავ, რომ როცა ბურჯანაძე ყავთ სააკაშვილს რატომ ირჩევთ პრეზიდენტათო და პასუხი მივიღეთო, რომ ჩვენ დამანგრეველი გვჭირდება, რომ დაანგრიოს და ყველაფერი ესე ვთქვათ ის დაიჭიროს, ის დაანგრიოს, ის შეცვალოს და ბურჯანაძე ამას ვერ გააკეთებსო. როდესაც არჩევანი ესე კეთდება, რომ იცი და ის ძალიან ბევრს ყვირის. მე მახსოვს სხვათა შორის არჩევნო კამპანიის დროს 2003 წელს იყვნენ ადამიანები, რომლებიც მეუბნებოდნენ, რომ ქალბატონო, იცით რა, ძალიან მოგწონხართ, პატივს გცემთ, მაგრამ თქვენ ყველას დაიჭერთ. მეუბნებოდი, რომ არა, ყველას არ დავიჭერ. ვინც დასაჭერია, იმას დავიჭერ. და როცა ამოცანა არ იგულისხმებოდა მთლად ყველაში ეგა და ეს გამოჩნდა მაშინაც, როცა ყველას დაჭერა დაიწყეს, რომ ამას გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხალხი საკმაოდ ესე ვთქვათ ჩუბანთ უყურებდა. ეხლა მე ნამდვილად არა მაქვს იმის უფლება, რომ საკუთარ ხალხზე და საკუთარ ერზე საყვედურები ვილაპარაკო, მაგრამ თუ ჩვენ, იცით ეს როგორ არის? როგორც საკუთარ შვილზე, ხო, ან საკუთარი ოჯახის წევრზე, თუ არ თქვი, რაც არ მოგწონს, ეს არასდროს არ გამოსწორდება. ჩვენ თუ არ ვილაპარაკეთ ჩვენ შეცდომებზე, რომ ჩვენ შეცდომა დაუშვით, როდესაც მესიებს ველოდებოდით, რომ მესია მოვა და გადაარჩენს ქვეყანას და შეცდომა დაუშვით, თუნდაც იმით, რომ ბიძინა ივანიშვილს ყველაფერი მივეცით ხელში. ისე როგორც თქვენ გულს რევოლუციონერებს მაშინ. მე აბსოლუტურად გეთანხმებით და ეხლა მინდა მიჯერა თორემ წიოდი და ვკიოდი. არც ერთს არ ენდოთ მეთქი, არც სააკაშვილს, არც ბურჯანაძეს და არც ჯოვანიას მეთქი. დაგიჯერა თქვენ რეკლამა მე მუქრება ამისათვის საჭირო იყო მართლაც ნახა უბრალოდ ეს რევოლუციას ახლავსთან ის მექანიზმები ამუშავებული იყო რომელზეც მე ვლაპარაკობდი თუნდაც საპარლამენტო სიასთან დაკავშირებით თუნდაც იმასთან დაკავშირებით რომ ბატონ ჟვანიას არ გაეუქმებინა საკუთარი პარტია და ყველაფერი ნაციონალების ხელში არ მოხვედრილიყო მაგრამ მაშინ მე არავინ მხარე არ დამიჭირა და მათ შორის მედიაც ექსპერტებიც ამბობდნენ რომ ბურჯანაძე საკუთარ ძალაუფლებისთვის იბრძვისო ეს არ იყო საკუთარი ძალაუფლებისთვის ბრძოლა, ეს იყო იმ მექანიზმების ჩადებისთვის ბრძოლა, რომ ნაციონალურ მოძრაობას ყველაფერი არ ქონოდა ხელში და ასეთ შემთხვევაში ის ძალა შეიძლება დღეს გაცილებით უკეთეს მდგომარეობაში ყოფილიყო და ქვეყანა რაც მთავარია. დიდი მადლობა ამ თემაზე და კიდევ სხვა თემებზე განვაგრძელოთ საუბარი რეკლამის შემდეგ. ქალბატონი ნინო ბურჯანაძეა დღეს ჩვენი სტუმარი 2 წუთში დაგიურმუნდეთ. დაუბრუნდით ეთერში შეგახსენებთ რადიო პალიტრას უსმენთ FM 103.9-ზე და გვიყურებთ პალიტრა TV-ზე. ქალბატონი ნინო ბურჯანაძეა დღეს პროვოკატორი სტუმარი. დღეს უბრალოდ პირველ ნახევარში ჩვენი გადაცემისა რეკლამამდე საუბრობდით ქალბატონი ნინოს უკანასკნელ ვიზიტზე მოსკოვში, იქ გაკეთებულ განცხადებაზე, იქ შემდგარ შეხვედრებზე და დამოკიდებულობაზე ზოგადად და იმ პერსპექტივაზე, რაც შეიძლება მოუტანოს ამ შეხვედრებმა საქართველოს. მე არა იმიტომ რომ გადაცემის ფორმატი მავალებს, არამედ მართლა გულწრფელად და ალალად ეჭვი გამოვთქვი, რომ და უბრალოდ ეჭვი არა, ეს ეჭვი არ არის ქალბატონი, ეს არის გაკვირვება, ეს არის კითხვა, რომ სანამ ხელისუფლებაში მოხვალთ,
სანამ როგორც აღნიშნეთ ის ბერკეტები გექნებათ ხელთ აქვს თუ არა აზრი აი ამ ბოლო ის თქვენი ჩავთვალოთ მეორე მხარე მოლაპარაკებისა პარტნიორები ასე ვთქვათ დავდოთ პატივი იმ მხარეს დავარქვათ ასე მოლაპარაკების თანაც ისინი